ეხლა მინდა ასე ვთქვათ, პატარა ბიზნესის ფლობელებს, ან პატარა თუ საშუალო ბიზნესის ფლობელებისთვის საინტერესო რაღაც გითხრათ. თქვათ, გინდა თქვენი კომპანიის გაყიდვა, თქვენ გაქვთ ЧПС და რომელიც ფუნქციონირებს რა მუშაობს. რაღაცა დავუშვათ, ჰოთ-დოგების გაყიდვით ხართ დაკავებული და გაქვთ ფართი, აქირავები ან თქვენი, აღჭურვილობა, მატერიალური რესურსები და ყიდით ამ ჰოთ-დოგებს რა და შემოსავალს იღებს ეს ЧПС. და გინდათ გაყიდვა. როგორ და რა იურიდიული მექანიზმები და დოკუმენტაციებია საჭირო, რომ გაიყიდოს თქვენი ЧПС. ზოგს რატომღაც გონია, რომ ესეთი დამოკიდებულება რა, რომ მიდი რა ერთი რაც მურად ერთი რაღაცა დრაფტი რა დაგუგლე რა ხელშეკრულების, რომ ეს გაუყიდო და მიდი ერთი გადამიხედე და ესეთი რა სერიოზული რაღაც მიდგომაა. ესე იგი, ქართველებმა ვერ ისწავლეს კაპიტალიზმი რა. ვერ ისწავლეს ეს კაპიტალისტურ სამყაროში, თანამედროვე სამყაროში, საბაზრო ეკონომიკის სამყაროში გარკვეული წესებით ცხოვრება და მოქმედება. ხალხო, დრაფტებით და ესეთი რაღაცა ნაჯღაბნი, ფურცელზე ნაჯღაბნი რაღაცა იდიოტური ვითომ ხელშეკრულებებით არ ხდება ЧПС-ების და კომპანიების გაყიდვა. ამას პირველ რიგში ჭირდება მოსამზადებელი დოკუმენტაციების სანამ ხელშეკრულება შედგება. რომ ამ ხელშეკრულება შედგეს იმ დოკუმენტაციების საფუძველზე და რა დოკუმენტაციებია? პირველ რიგში აუდიტის დასკვნა, აქტივების, პასივების აღწერა, მთელი რიგი კიდე საბუღალტრო დოკუმენტაციები, პარტნიორთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ხო ეს ოქმი ამისთვისაა ზუსტად. მერე უნდა შედგეს ხელშეკრულება თავის მიღება ჩაბარების აქტით და ეს ხელშეკრულება რაღაცა სუფრის სალფეტკზე რაღაცა ნაჯღაბნი კი არ არის, მაშინ მოყიდე ეს და შენ ამდენი გადამიხადე. ესე არ არის. აქ შეიძლება შედგეს, რა ვიცი, ერთი ძალიან სქელი ხელშეკრულება თავისი უწვრილმანესი დეტალებით, რომელსაც ახლავს ის დოკუმენტაცია, რაც ჩამოვთვალე. ასე რომ, როდესაც კომპანიის გაყიდვას დააპირებს ხალხი და იურისო მიმართავს, მიდი ერთი დამიგუგლე რა დრაფტი, ხო? ესეთი ხალხი ერთ ადგილას უნდა გაუშვათ რა. ეს ხალხი არასერიოზული